პუტანკები, ბოზები, ტრანსვისტიტები, პიდარასტები, წამლის ბარიგები. რა ვიცი, უხარია თუ და მეც ვატყობ რომ უხარიათ ჩემი გამოჩენა ხოლმე და სანდო წყაროსგან შევიტყვეთ ბასა მორი კლიპში პოლიტიკოსებს და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრებს იღებსო. გადასაღებ მოედანზე, რომელიც ვარდისფერ ბულვარად იყო ქცეული, ასეთი კონტინგენტი დაგხვდა. ჩვენ რომ არავინ გამოგრჩენო და მათი სრული ჩამონათვალი ბაკურ ბაკურაძეს ვთხოვეთ. პუტანკები, ბოზები, ტრანსვისტიტები, პიდარასტები, წამლის ბარიგები, ოქროულის ბარიგები, საათების ბარიგები, ალფონსები, სუწინარები, არ ვიცი, რაც ხდება ეს ბულვარებში. ამდენი ცუდი სიტყვის მოსმენის შემდეგ ისიც გავარკვიეთ, რომ კლიპი მუსიკალური კი არა სარეკლამო იქნება და ბაკურის მიერ ჩამოთვლილ პერსონაჟებს ამ საქმის პროფესიონალები კი არა მსახიობები და მანეკენები შეასრულებენ. მუშაობაში გართული ბასა ფოცხიშვილი ინტერვიუსთვის აღარ მოვაცდინეთ. სამაგეროდ გადავიღეთ, როგორ თბებოდა ამდენი გზასაცდენილი ხალხი არყით, რა მოთმინებით უცდიდა მერაბ ნინიძე თავისი სცენის დაწყებას, როგორც ეკავდა სქელი მეძავი პოტენციური კლიენტის მერსედესთან და ამაოდ დავიწყეთ ჩვენი საინფორმაციო წყაროს მიერ შეპირებული პოლიტიკოსების ძებნა. მათ ნაცვლად თემურ მღევრიშვილი აღმოვაჩინეთ, რომელმაც მისი იქ ყოფნის მიზეზი პატრიოტული მოტივებით ახსნა. მე საერთოდ ყოველთვის ვცდილობ რომ ისეთი რამე გავაკეთო, რაც ჩემს სამშობლოს და ჩემს სამშობლოს შვილებს გაეხარდება და რა ვიცი, უხარია თუ და მეც ვატყობ რომ უხარიათ ჩემი გამოჩენა ხოლმე და უარს არ ვიძახე, იმიტომ რომ მინდა რომ ეს 8 წელი შევიტანო რა სიხარულში და სილამაზეში და წინსვლაში. სამშობლოს წინსვლა თემურ მღევრიშვილის აზრით ბასა ფოცხიშვილის დავალებების უსიტყვოდ შესრულებაზე ყოფილა დამოკიდებული. დღეს ეხლა როგორც ქალბატონი ბასა გვეტყვის, რასაც გვეტყვის, უმორჩილესად შევასრულებთ ყველა მის დავალებას. მოკლედ დაველოდოთ ამ დამაინტრიგებელი კლიპის დასრულებას, რომელიც მეტი თუ არაფერი სხვა, უფრო პროზაული საქმიანობით სახელგანთქმული სპეცდანიშნულების რაზმის ყოჩაღი მეთაურის ფილმოგრაფიას მაინც შეავსებს.